საბურავების კლასიფიკაცია პრემიუმიდან ბიუჯეტურამდე მოიცავს უსაფრთხოების ნომერ პირველ პარამეტრს და ის დამუხუჭების მანძილია. მთავარი განსხვავება, რომელიც ყოველთვის არ ჩანს, მაგრამ ყოველთვის იგრძნობა. სხვადასხვა კლასის საბურავებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება ხშირად სწორედ დამუხუჭების მანძილშია. მსხვილი ასფალტის პირობებში პრემიუმ ანუ ტიერ 1 და ბიუჯეტურ საბურავებს შორის განსხვავება შეიძლება იყოს რამოდენიმე მეტრი. ქალაქის სიჩქარეებზე ეს ხშირად ნიშნავს განსხვავებას. ავარიის თავიდან აცილებასა და შეჯახებას შორის, მცირე ინციდენტსა და სერიოზულ დაზიანებას შორის. ვისაუბროთ with grip და noise rating უსაფრთხოებასა და ყოველდღიურ კომფორტზე. with grip განსაზღვრავს საბურავის მოჭიდებას სველგზაზე. მაღალი კლასის საბურავები უკეთესად აშორებს წყალს, ამცირებს აკვაპლანირების რისკს და ინარჩუნებს კონტროლს მოულოდნელ სიტუაციებში. აკვაპლანირება არის მდგომარეობა, როდესაც ავტომობილის საბურავსა და გზის ზედაპირს შორის ჩნდება წყლის ფენა და საბურავი სრულად კარგავს კონტაქტს გზასთან. როდესაც გზაზე წყალია, მაგალითად ძლიერი წვიმის დროს, საბურავი ცდილობს წყლის გვერდით გადატანას. მაგრამ თუ სიჩქარე მაღალია, წყლის ფენა სქელია, ან საბურავის პროტექტორი გაცვეთილია, საბურავი ვეღარ ასწრებს წყლის გადატანას და ავტომობილი თითქოს წყლის ზედაპირზე მიცურავს. სწორედ ამ მდგომარეობას ეწოდება აკვაპლანირება. Noise rating გავლენას ახდენს არა მხოლოდ კომფორტზე, არამედ დაღლილობაზეც. ნაკლები ხმაური ნიშნავს უფრო მშვიდ და სტაბილურ გადაადგილებას, განსაკუთრებით გრძელ გზაზე. როგორ აისახება ეს ყველაფერი ავარიების რისკზე? სტატისტიკურად საბურავების ხარისხი პირდაპირ უკავშირდება უსაფრთხოებას. მოკლე დამუხუჭების მანძილი ამცირებს შეჯახების ალბათობას. უკეთესი მოჭიდება ზრდის კონტროლს საგანგებო მანევრის დროს. სტაბილური ქცევა სულ გზაზე ამცირებს მოცურების რისკს.